გამარჯობა ბატონო არჩილ, ძალიან მიხარია რომ ჩვენს პოდკასტში იღებთ მონაწილეობას. ბატონო არჩილი გახლავთ დიპლომატი, ანალიტიკოსი, 92-14 წლებში იყო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში, ასევე დიდი ხნის განმავლობაში რონდელის ფონდის მკვლევარი იყო, შემდგომში დიპლომატი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 2016 წლიდან არის ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ბატონო არჩილაი, თქვენ დღეს ვისაუბრებთ, ესე ვთქვათ, კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე და თავდაპირველად რომ მოგვიყვეთ, თქვენ საიდან დაინტერესდით, რატომ დაინტერესდით ამ თემის, რატომ ჩაერთეთ აი ამ პროცესებში, რა იყო ამისი мотиваცია და მერე რომ ვისაუბროთ უკვე უშუალოდ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, რას ნიშნავს და რა ეტაპებს მოიცავს. მოგესალმებით, მადლობა წარდგენისთვის, მოგესალმებით ხეს აუდიტორიას. დავიწყოთ იმით, რომ ჩემი პირველი ინტერესი საერთოდ კონფლიქტების მიმართ, პრობლემულად ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დიალოგის მიმართ, ქართულ-ოსური ურთიერთობის მიმართ დაიწყო კიდევ 90-იან წლებში, როდესაც მე მსახურობდი საბჭოთა კულტურებში, როგორც განძალე საგარეო პოლიტიკის საკითხებში თავმჯდომარე მაშინდელი პრეზიდენტის და ინდუსტრიის არსებობდა მიმდინარეობდა ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის შედეგების რესურსების conciliation resources ქვია ინგლისურად პროექტი ეგრეთ წოდებულ ერთნახევარ ფორმატში. ერთნახევარი ფორმატი ნიშნავს ისეთ ფორმატს, სადაც შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ ორივე მხრიდან, როგორც ოფიციალური პირები, ისე არაოფიციალური პირები, მაგრამ ყველა იღებს მონაწილეობას, როგორც ეს საკუთარი თავი და აწარმოებს ორგანიზაციას, სადაც ისინი მუშაობენ. და ამ ფორმატის განშტოება ის არის, რომ ექსპერტული ხედვები იქნეს გაზიარებული ოფიციალური პირების მიერ, რომ მათ საკუთარ გუნდს აღუდგინონ ეს იდეები და თქვენ მოსაწონი თუ რა განხილვებად დაიჩვენებულად უკვე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად ექციათ. არსებობს ერთი ფორმატი, რომელიც ხოთ ოფიციალური პირების ურთიერთობას გულისხმობს. არსებობს ორი მეთოდიკური ფორმატი, track 2, რომელიც მხოლოდ არაოფიციალური პირების შეხვედრებს გულისხმობს. აი მაშინ როგორც გითხარით, ერთნახევარი ფორმატის შეხვედრებს გულისხმობდა ის პროექტი და აი მაშინ მიმიწვიეს ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, რომელიც ქალაქ ვენის გარეუბანში, რომელსაც შლაინინგი ეწოდება, აი იქ ტარდებოდა ეს შეხვედრები ქართულ და აფხაზ წარმომადგენლებს შორის, როგორც ოფიციალურ პირებს, ისე არაოფიციალურ პირებს და არაფორმალურად ამ შეხვედრებს შლაინინგის პროცესი დაერქვა. და ასე შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ მინისტრები ორივე მხრიდან, პარლამენტარები და რა თქმა უნდა ექსპერტები და მე ესეთი პირველი მონაწილეობა ჩემი იყო როგორც სახელმწიფოს შევლის რანგში და აი მაშინ შევხვდი მახსოვს ინდივიდუალური პრეზიდენტი, საფრთხეთის პრეზიდენტის ვლადისლავ არწინბას თანაშემწეს და absolutely ჩემი ასე ვთქვათ ვიზავი კოლეგა იყო და ბეგრონეზე ვისაუბრე ძალიან აღიარეთ, ძალიან უპასუხებელი საუბარი შედგა და აი მაშინ რაღაცეთ დავბრუნდი ის მე ოფიციალური რომ შეხვედრა თავიდან რეფლექსია მომიხდარა, რამე ანალიზები და რა იყო და რაღაცეთ ინტერესი აღმეძრა უკვე სერიოზული პროცესებში, თუმცა ჩემი პირდაპირ მანდატი სახელმწიფო სამსახურში საგარეო პოლიტიკის საკითხებში რჩევისა არის თვალისწინ და ქართულ-აფხაზურ დიალოგში სამსახურებრივ ჩართვას. ამისთვის არსებობდა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების საკითხებში, ერევანს რეინტეგრაციის სამინისტრო მინისტრი დაერქვა და შემდეგ,
მაგრამ უბრალოდ ჩემი ინტერესი სწორედ იმ შეხედულში მონაწილეობა მაღწია და მე სხვათა შორის მე საერთაშორისო სამსახურიდან წავედი აკადემიის სფეროში გადავედი და აი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, რომელიც ფონდი ეწოდება, აი იქ რომ მუშაობდი კვლევარად, აი გახლავთ რაღაც სამთავრობო ორგანიზაცია, აი მაშინ მე ჩემს ასე კვლევით საქმიანობაში სერიოზული აქცენტი გავაკეთე ამ ქართულ აფხაზურ და ქართულ ურთიერთობებზე და უფრო ინტენსიურად მიწევდა უკვე შეხვედრები აფხაზ და კოლეგებთან, შეხვედრები იყო კონსტრუქციული, როგორც ერთნაკლებად ფორმატში, ისე მხოლოდ საექსპერტო დონეზე. ქმნილი ჩვენ ერთობლივ პუბლიკაციებს, ერთი ყედის ქვეშ, სხვათა შორის რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნავს. და საკმაოდ საინტერესო პუბლიკაციები შეიქმნა იმ წლებში ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ურთიერთობებში. თუმცა მე ამის თქმა არ მინდა რომ სხვა პროექტებში, სადაც მე არ მიღებდი მონაწილეობას ამ ქართულ აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, იქ არ იქნებოდა ასევე ღირებული პროდუქცია წერილობით როგორც თქვია, ეჭვით, იქაც იქნებოდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ საუბარი ხარ ჩემზე არის საიდან ეს ინტერესი და როგორ და რა მეთქდებოდა ამის აღჭერდა რომ აი აქედან იწყებს სათავეს ეს ჩემი დამოკიდებულება პროფესიული ინტერესი თავსადასხმის საკითხებთან და მას შემდეგ ეს ინტერესი არ გამნელებია არც მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებში ის რაკში მოღვაწეობდი თუმცა ისედაც ჩემ მანდატში არ შედიოდა ეს ქართულ აფხაზური საკითხების თემა მაგრამ აი ყოველთვის ფიქრობდი, ყოველთვის ვეცნობოდი ინფორმაციას, რომ საინტერესო სიახლე ხდებოდა ქართულ აფხაზურ და ქართულ ურთიერთობებში. აი რომ გამომდინარე მე ისე ინტერესია აი ჩავერთი ამ პროცესებში და აი ესაც მუშაობ ამ საკითხებზე. ბატონო არჩილ, მე მაინტერესებს, აი ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, აი რა განსხვავება არის კონფლიქტის ტრანსფორმაციას და კონფლიქტის მოგვარებას შორის და აი რაღაც მცირე თეორიული დისკუსიიც რო გქონდეს, რა პროცესზე გვაქვს საუბარი, რა ეტაპებისგან შედგება აი ეს ტრანსფორმაცია, კონფლიქტის ტრანსფორმაცია და ზოგადად რას მოიცავს კონფლიქტის ტრანსფორმაცია. ბატონო, ესე იგი აი როდესაც მე ჩავერთი ამ ქართულ აფხაზურ დიალოგის პროცესში, მაშინ კონფლიქტის მოგვარებაზე იყო საუბარი. 90-იან წლებში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და ყველა დონეზე, უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, ასევე საექსპერტო დონეზე, საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები. მიდიოდა საინტერესო პროცესი იქ შემთხვევაში უახლოვდებოდით კონფლიქტის მოგვარების საკითხს იმ შემთხვევაში ვშორდებოდით მაგრამ ეს დინამიზმი იყო მისვლამოსაც ხდებოდა აფხაზები ჩამოდიოდნენ დარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე თბილისში პირველ რიგში აქედანაც ქართული წარმომადგენლები ჩადიოდნენ აფხაზეთში მიდიოდა უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია იქნებოდა დოკუმენტები, კონცეფციები, შეთანხმებები, პროექტები, იქნებოდა საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც ამ დოკუმენტების მონახაზებს ქმნიდნენ და შემდგომში პოლიტიკოსები გადასცემდნენ და ისინი ამას ოფიციალურ დოკუმენტის სახეს აძლევდნენ. და იყო საუბარი ესე იგი რა სტატუსით შეიძლებოდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის შემოერთებოდა საქართველოს და რა თქმა უნდა ძირითადი ეს იყო შუამავლების ფუნქციას ასრულებდა რუსეთი ასევე დასავლური სახელმწიფოები გაერო იყო ძალიან სერიოზულად ჩართული გაეროს უშუალობის საბჭო წელიწადში რამდენჯერმე გამოსცემდა იგი რეზოლუციას ამ ქართულ აფხაზური და ქართულ ოსეთის კონფლიქტების შესახებ და ეს პროცესი მიმდინარეობდა, როგორც გითხარით, გარდამავალი წარმატებით, ზოგიერთ ძალიან ახლოს ვიყავით კონფლიქტის მოგვარებასთან
ახლა მოკლედ ვახსენებ, მაგრამ ქვემოთ ცოტა უფრო დეტალებში ვახსენებ, მაგრამ ქართულ-რუსული კონფლიქტი აქტიურად მოგვარებული იყო 90 წლების ბოლოს და 2000-იანი დასაწყისში და აი უბრალოდ ხალხის დონეზე ჩვენ შერეგებულები ვიყავით. იქ ერთობლივი ბიზნესი წარმოებდა, საუბარია ერგენეთის ბაზრობაზე, ეგრეთ წოდებული ერგენეთის ბაზრობაზე, მაგრამ ეს მარტივი ბაზრობა არ იყო. ის იყო ის, რომ სამხრეთ ოსეთის გამომავალი სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო ღია, სადაც მოძრაობდა რეგისტრირებული თვითმფრინავი მმართველები და აი ეს მოძრაობა გააჩნია რაღაც ერთობლივი ინტერესი, რომ ქართველებსა და ოსებს ეთანამშრომლოთ ერთმანეთში. და პარალელურად სახელმწიფო დონეზე უკვე იგორ ჩევადონიძე და სამხრეთ ოსეთის ლიდერი ჩიბიროვი ხდებოდნენ სამჯერ შეერთად ერთმანეთს. იქ ეუთოს ჩართულობა იყო ძალიან აქტიური, რომელიც ხელს უწყობდნენ ამ დიალოგს ექსპერტების დონეზე, დიპლომატების დონეზე, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობის კუთხითაც. რუსეთის ხალხის ერთ პერიოდი არ უშლიდა ხელს ამ მეთოდებს და აი ძალიან მიმოაყენეთ ჩვენში ის მოგვარებას. ეს არის 2000-იანი წლები 90-იანების ბოლო. 90-იანების ბოლო 2000-იანების დასაწყისი. აი, როდესაც აი პარაფირებული იყო დოკუმენტი უკვე ფაქტობრივად რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთი ძალიან ფართო ვებებით, მაგრამ ფედერაციულ საწესებზე შემოსულიყო საქართველოს შემადგენლობაში. მაგრამ იმ დროისთვის საქართველოს უკვე გახსნათ ყველაზე პროდასავლური ქვეყანა გესეთის სივრცეში. ინდოეთის უკვე ნავთობსადენები შენდებოდა, მცირე ნავთობსადენი ბაქოში საუდი აშენებული იყო. საქართველოს გამოვიდა კოლექტიური საფრთხეების ორგანიზაციიდან გახდა ევროპის საბჭოს წევრი. დაიწყო განცხადებები ჩვენთან, რომ ნატო საქართველოს ჩვენი დღეს მიუკავშირებს ნატოს კარებს და 2020 წელს პრაღის ნატოს სამიტზე ოფიციალურად განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სურვილზე გამხარიყო ნატოს წევრი. რუსეთის ბაზების გაყვანის თაობაზე მოხდა რუსეთის დათანხმება, ეგრეთ წოდებული სტამბოლის 1999 წელს ჩატარებული სამიტის ფარგლებში. და ეს 4 ბაზა, სამხედრო ბაზა, რომელიც მემკვიდრეობით ერგო საქართველოს სამხედრო კავშირის მორიგა, აი ეს ბაზები უნდა გასულიყოდა რუსეთმა აი ბაზების გაყვანის მოძებულება. რა თქმა უნდა, ეს რუსეთში რეაქცია ძალიან წარმოსწორდა. და თანდათან პრეზიდენტ ელცინის ხელისუფლებაც სუსტდებოდა. და შეიძლება ძლავნოდა უკვე დეკადეზებული ველიკო დერჟავნიკოვი ძალები, რეაქციული ძალები. და რუსეთმა უკვე დროს რაც აღარ დაეჭირა არის საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხები, გასაკეთებელი ქართლის საკითხები და ამან ჩაშალა აი იმ დოკუმენტზე რუსაულო ხელმოწერა, თუ პრაქტიკულად ხალხი შერეგებული იყო, რაც ჩვენ დღეს საუცნობო აქვს, მაგრამ მაშინ შერეგებული იყო და იყო აი ფაქტობრივად ყველა დონეზე მრავალ იერარქიული დონეზე იყო დიალოგი და თანამშრომლობა იმ ქართულ და სამხედრო ადმინისტრაციებს შორის. ბატონო არჩილ, აი როდის იცლება ეს დიალოგის ფორმატი, როცა უკვე მოგვარების ესე ვთქვათ, საკითხი აღარ დგას დღის ეს რიგში და უკვე ტრანსფორმაციაზე ვიწყებთ. კი ბატონო, აი ნელა მიგიოთ მაგეთქე ჩვენს ზეგი იყო და ვარდების რევოლუციის შემდგომ მოგეხსენებათ, აი მალევე მოხდა აჭარაში ის რომ ასრან აბაშიძე და ასე ვთქვათ გაყვანილი რეგიონიდან რუსეთში და აჭარა სულ ფასონად როგორც ავტონომია დაექვემდებარა ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს უკვე იყო ვარდების რევოლუციის შემდგომ რამდენიმე თვეში. ეს ის 2004 წლის მაისში და ჩემი აზრით ძალიან ნიამიტურად იპოვიდა ვარდების ხელისუფლებას. მიაჩნდა რომ ასევე მარტივად შეიძლება მოგვარებული იყო ქართულ-რუსული კონფლიქტი, რომელიც როგორც გითხარით, აი ხალხის დონეზე მოგვარებული.
და იყო ასეთი მოლოტივი, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა ამ კონფლიქტში და პირიქით შეიძლება ხელით კი შეეწყო ისე როგორც ხელით შეუწყო აი აჭარაში უნგრიის მოგვარებებს რასაც მოხდა. მაგრამ და ასეთი განისმიერი ოპერაცია განხორციელდა იქ შეყვანილი არსებული ხელშეკრულებების დაუბრუნებით საპოლიციო და სამართლის სტრუქტურები სისტემის კი დაიღვარა და გაიხურა ებრეთის ბაზრობა და აი მთელი ეს ამხელა ასე ვთქვათ შენაძენი რაც გახდა ეს ქართულოსური შეიძლება ეს ფაქტურად ამან ძალიან დიდი ზიანი მიიღო და ძალიან სწრაფად დაიწყო აპოლოგობა ან დაბრუნება და ნელ-ნელა დაიწყო დაძაბვა თეთრებისა როგორც ქართულ და მხარებს შორის ისე ქართულ და ოსურ მხარებს შორის პარალელურად ამაღიზიანებლად ხდებოდა ქართული რუსული ურთიერთობების დაძაბვა, სამომავლობის საჭირო ხდებოდა რაღაც პიროვნულ დონეზე შეურაცხყოფების მიმყენებელი განცხადებების კეთება. მაგრამ რაც თავარია თვითონ ის რუსეთის როგორც შუახავილის დისკრედიტაციას ცდილობა ჰქონდა მაშინ თავობას და უნდა რომ რუსეთი საერთოდ გაეყანა ამ ქართულ-აფხაზური და ქართულ-რუსული მოგვარების პროცესიდან და ხდებოდა დისკრედიტაცია რუსეთის როგორც ამ შუამავალი აქტორის და რუსეთს თქმა უნდა ამოსცემდა მე 2006 წლის სექტემბერში მოხდა ძალიან დემონსტრაციულად თეატრალურად ასე ვთქვათ ოთხი რუსი ჯაშუშის დაკავება რომელიც ასევე პროვოკაციული თეატრალური ასე ვთქვათ წარმოდგენის დარი აქციით გადაეცა ელიტოს მხარეს არა ისიც საერთოდ ელიტოს მხარეს რომელმაც მე ის უკვე გასცეს მხარეს აი ეს იყო პოლიტიკური ხაზი რაც პუტინისტვის გადავახარ საქართველოს იმის შემდეგ ვფიქრობ რუსეთში დაისახა გეგმა რომ აღდგენიან საქართველოს მართლა განხორციელებდა პროვოკაცია და პარალელურად კიდე მიდიოდა ეს კოსოვოს სუვერენიზაციის პროცესი, რომელიც ასევე არ მოსწონდა რუსეთს. ცნობილი სიტყვას თქვა ნაშეთეთი 2017 წლის მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც შეგვიძლია საფრთხეა რუსეთი, აღნიშნა გადაწყვეტილება, ჩვენ დავამიიღო გადაწყვეტილება, თუ კი მიიღეთ გადაწყვეტილებას კოსოვოს სუვერენიზაციის ალბაზე თუ ხარს დაუჭერთ კოსოვოს დამოკიდებულებას მაშინ ეს პანდორას გახსნის და ანალოგიური რამ მოხდება სხვაგანაც არ დაუსახელებია სად მაგრამ პროფესიონალურად რაც ისაა ამას დაემთხვა კიდე მალე შედგა ნატოს სამიტი სადაც იმდროიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ძალიან აქტიური ქმედებებით ცდილობდა აეწმებინა გერმანია და საფრანგეთი რომ საქართველოს და უკრაინისთვის მიენიჭებინა ნატოში გაწევრიანების პროგრამა მაპი მაგრამ ვერ მოხერხდა ეს ბრიტანეთის საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ხელმძღვანელობით ეს ვერ მოხერხდა მაგრამ სამაგერად გაკეთა განცხადება რომ საქართველოს და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და რომ ამ თემას ამავე ქვეყნისთვის მაპის მინიჭების საკითხს უკვე ნატოს მინისტერიალი დაბრუნებოდა იმავე წლის დეკემბერში. როდესაც საერთოდ აღდგენილ ნატოს მინისტერიალები და შეეფასებინა სიტუაცია და მას გადაეწყვიტა მიენიჭებინა თუ არა საქართველოსთვის და ნატოსთვის მაპი. აი ეს პერიოდი უკვე საბოლოო ასე ვთქვათ წვეთი პუტინისთვის რუსეთის ხელმძღვანელობისთვის და მათ ჩათვალეს რომ ან ეხლა ან არადროს ანუ ეხლა უნდა მოიხდინათ ამ პროვოკაცია რომელიც საბოლოოდ დაამოხრჩებდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. უკრაინაში არ ჰქონდათ, უკრაინა შევიდა ნატოში, უკრაინაში საზოგადოებრივი აზრი არ იყო მზად ნატოში გაწევრიანებისთვის. იქ უმრავლესობა არ უჭერდა მხარს ეს ნატოში გაწევრიანებას და უკრაინის
კონსტიტუციაში ეწერა კიდეც რომ უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური სამხედრო კავშირებისგან ცალკე მიღწეული ქვეყანა და ამის იმედად იყო, მაგრამ საქართველოს იმედი არ ქონდა, საქართველოს პირიქით ძალიან მაღალი პროცენტი მოსახლეობისა იშევდა ხარს ნაკუში გასეირებას და ამიტომ საქართველოს ეს პროვოკაცია და ნახტარიყო და სამწუხაროდ მივიდომა საქართველოს ტექსტებამ ვერ მოახერხა ამ პროვოკაციის თავისუფლება და მოხდეს მოიხდეს ლატვიის სამწუხაროდ ულენები რომელიც რუსეთ საქართველოს ფონდის სახელით არის ცნობილი და ამ ფონდის შემდგომ ძალიან მალევე მოხდა აფხაზეთის და საქართველოს ცნობა რუსეთის მიერ. აი ამ პერიოდიდან მოყოლებული უკვე პრაქტიკულად ჩაირაზა, ჩაიხერგა ყველა გზა მოგვარების უკვე რუსეთი გახდა მხარე კონფლიქტის შეგვიძლია შუამავალი ერთხა და ფასილიტატორი მედიატორი ეხლა გახდა კონფლიქტის მხარე და ჩააყენა იქ ჯარები რომელსაც საქართველოს მისი დასავლელი ხალხმჯერების ოკუპაციას უწოდა და აიქიდან მოყოლებული კი დამკვირდა მშვიდობა აღაბიომია ჩვენ და აფხაზებს და ჩვენ და სამხედროებს მაგრამ სამაგეროდ ეს მშვიდობა იყო მშვიდობის წლები უთიერთ გაუცხოების და ამაზე მე საუბარი ტრანსფორმაციას მივადგენ და აი უკვე მაშინ უკვე რამდენიმე წელიწადში 2-3 წელიწადში უკვე ნათელი გახდა რომ ისეთი კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა აღჩანდა თორსა წელმომავალში ეს მოხდებოდა მაგრამ აი ეს გაუცხოება იწყებოდა და უკვე დრო ჩვენზე უკვე აღარ იშოვდა და რაც ნებიდებადია სულ უფრო ჩვენ დავშოვდებოდით ჩვენ და ახაზები ჩვენ და სამხედროები ერთმანეთს და აი სწორედ აი კიდე მაშინ დავიწყეთ ფიქრი კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე ის კონფლიქტის ტრანსფორმაცია და ტერმინი ტრანსფორმაცია ბევრს არ ესმის ან აშინებს ან რაღაცნაირად რაზროვნად მიაჩნია და ნუ საჭირო გახდა გარკვეული განმარტებების გაკეთება და ამ განმარტებების მუშაობის დაწყება რომ რაღაცნაირად განმარტებულიყო ეს განმარტებული პოლიტიკოსებისთვის არამედ ეს განმარტებულიყო საზოგადოებისთვის რასის კონფლიქტის ტრანსფორმაცია არადაის საერთოდ ეს კონფლიქტოლოგიაში ეს კონცეფცია დიდი ხანი არსებობს დიდი ხნით ადრე ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული შექმნილია თეორიული ნაშრომები ამ მიმართულებით ერთ-ერთი მაგალითად ერთ-ერთი თავკაც კონფლიქტის ტრანსფორმაციის კონცეფციისა მიდგომისა დაუსახელებდი გახლავთ ბედერახი რომელიც რამდენიმე პუბლიკაცია ეს აგერის ფორმით აი რომელმაც სათავე დაუდო მეთოდი აკადემიურ სფეროში კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე მუშაობას მაგრამ ჩვენ ამ ტრანსფორმაციის საჭიროებასთან მიზანშეწონებასთან მივედით თვითონ ყოფით იმ ცოცხალი პროცესი და რაშიც აღმოჩნდით ჩვენ ეს ვაკის შემდეგ. ნუ ნათელი გახდა რომ კონფლიქტის ვერ ვაგარებთ მაგრამ რა თქმა უნდა არ ვართ მზად რომ ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და საქართველოს დამოუკიდებლობა საზოგადოება ამით მზად არ იყო არც პოლიტიკური კლასი მაგრამ აი ვერ ვაგარებთ დაიწყო 2008 წლის შემდეგ მოგესალმებით ეგრეთებული ჟენევის შეხვედრები ანუ საერთაშორისო დისკუსიების სახელით ეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ინგლისური GID მოკლედ შემოკლებით და აი იქიდან მოყოლებული აი დღემდე 63 რაუნდია ჩატარებული ამ შეხვედრების და აქტიურად აი ძრვა აქვს ამ ქერთობებს ჩვენ აფხაზებს ჩვენ სამხედროებს უკეთესობისკენ თუმცა
დროგამიდა თითქოს დავიწყებას უნდა მისცემოდა ის სამწუხარო ეპიზოდები, სისხლისღვრა მკვლელობები ორივე მხრიდან განხორციელებული ეთნიკური წმენდა, რაც დაადასტურა ელიტომ 90-იან წლებში ქართული წმენდის განხორციელებული მაგრამ ფაქტი იყო, რომ კონფლიქტი ვერ გვარდებოდა და ვერც მოგვარდებოდა, იმიტომ რომ დასავლეთის ბერკეტი ძალიან შეუმსუბუქდა და დაუსუსტდა ამ კონფლიქტებში ჩართულობის თვალსაზრისით. გაძევებული იქნა სამხედრო ტერიტორიიდან ეუთოს მისია, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია ისიც გაძევებული იქნა. და აი 2008 წლის შემდეგ რაღაც მშვენივრად საქმეა მუშაობდა უკვე კონფლიქტებზე არანაირი რეზოლუცია არ მიიღებოდა ხოლმე. ალბათ აი იყინებოდა ვითარება, იყინებოდა სიტუაცია და ამავდროულად ხდებოდა გაუწყლება ამ ჩვენ საზოგადოების შორის. მე მომიწია როგორც მითხარი შეფერების შტატებში წასვლა. ეგენი წელდა რომ დავუმონდი აი მე საერთოდ ამ პრობლემა მიხელძის სახელობის ფონდში მუშაობის დროს მომდომე რომ საერთოდ მეტი ენერგიით ჩვენ პირველში საექსპედიციებში დემუშავა კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით ავიდან არ ვიყავით უმრავლესობა მეთოდის მსვლელობაში ვიყავით ამ კონფლიქტის ტრანსფორმაციის მომხრე ექსპერტები ესაუბრობ აი 2017 წლებს, 19 წლებს. მაგრამ აი ნელ-ნელა ეს პუბლიკაცია რომელიც იმდროისთვის შეიქმნა მოწვეული ექსპერტების ნატია ჭამპეტაძის მიერ, აი ამ ჩვენი ფონდის აქტიური მხარდაჭერი. აი ეს იყო ეს ვთქვათ ფუძემდებელი დოკუმენტი, მოკლედ გაჩვენებდა მე ტექნოლოგიების ინსტიტუტი. დოკუმენტს, რომელიც ხელმისაწვდომი გახლავთ სახელობის ფონდის ბიუჯეტზე. ეს გახლავთ ფუძემდებელი დოკუმენტი, რომლის სათავეებს გახლავთ აი იდეიდან ქმედებამდე, ანუ თეორიიდან აი პრაქტიკაში უკვე საქართველოს კონტექსტში ეს ტრანსფორმაციის მიკონა როგორ უნდა იქნეს ახორციელებული, ანერგიელი და ამას მოყოლ სხვა პროექტების კონკრეტულ პაკეტში პოლიტიკის დოკუმენტები შეიქმნა, სადღაც იყვნენ ოფიციალური პირები, ჩვენ ხარეს სადღაც პარლამენტის პროტოკოლებში ასევე აღმასრულებლის პირის პირები რომლებიც სამშაბათზე მუშაობდნენ და ისეთი ნელ-ნელა უკვე ჩამოკრისტალდა შეხედულება ჩვენს ნამდვილში ჩვენი სპეციფიკური გათვალისწინებით რა უნდა ყოფილიყო კონფლიქტის როგორი უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ტრანსფორმაცია ამ გარკვეულ შთაგონებას მოძლებდა აგრეთვე ის ფაქტი რომ აი ჩვენ სიახლოვეს მოლდოვაში მაგალითად აი მოლდოვაში ნესტისპირეთთან ეს კონფლიქტი ფაქტია ტრანსფორმირებულია და იქ არ აქვს ადგილი თქო ისეთ ელემენტებს აგრესიული ელემენტებს ხარებს შორის როგორც ჩვენთან არის. ასე ტრანსფორმირებულია კონფლიქტი კიპრში. სადაც ეს ორივე თემი, ბერძნული თემები, რელიგიურადაც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ აი კონფლიქტი ტრანსფორმირებულია. რატომ არ შეიძლება ჩვენთან მივცეთ შანსი კონფლიქტის ტრანსფორმაციას? კონფლიქტის ტრანსფორმაცია, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ არის კონფლიქტის მოგვარება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკეთესია ვიდრე კონფლიქტის ინფორმაციის არსებობა, აი რაკურებსაც ჩვენთან არსებობს და მე ვხედავ ამაზე მოგახსენებ. დღეს კიდე ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს ის რომ აი სამშვიდობო პროცესი არ არსებობს უკვე ქართულ-აფხაზურ და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, როგორც გითხარით, ის გაეროს მისია და აიქმნა ეუთოს მისია, აიქმნა ყოველგვარი მოლაპარაკება სტატუსთან დაკავშირებით შეჩერებულია, იმიტომ რომ იქით მხარე ამბობს რომ კონფლიქტი ამ ხრივ მოგვარებულია, იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ჩვენ გრძნობით რუსეთმა, კიდე გამონება და სახელმწიფო სტატუსზე არ ვსაუბრობ. დიახ, არანაირი სამშვიდობო პროცესი მოგვარებაზე ორიენტირებული არ მიმდინარეობს. დიახ, კონფლიქტი შეიძლება
საქართველოს რუსეთის დაპირისპირების განზომილება, როგორც გითხარი, თუ აქამდე იყო ქართულ-აფხაზური, ქართულ-რუსული, ეხლა საქართველოს რუსეთის განზომილება შეეძინა და კიდევ უფრო რთული გახდა ამ კვანძის გახსნა. იმიტომ რომ რუსეთი რეალურ კონფლიქტის მხარეთან წარმოდგენილი. მიმდინარეობს ამ გამყოფ ხაზის გაცვლით ეგრეთებული მოდერნიზაციის კონტექსტში მიმდინარეობს ხდება ხშირად ეს კატაცერები, ასაკეთებელი ეს ქართულ-რუსული გამყოფ ხაზის გაცვლით, კატაცერები, წამების შეხვედრები გვაქვს, სამწუხაროდ შეხვედრებიც გვაქვს. ასევე ქართულ-აფხაზური მიმართულებით, სოციოლოგია სამბოლოა გაკაცებად, ან არტიმაშვილის ამბავია გაკაცებად ქართულ-აფხაზური მიმართულებით. აი ასეთი ძალადობრივი ელემენტები არც მოლდოვა ესპირიტისას, არც კვიპროსის კონფლიქტს არ ახასიათებს. ჩვენთან ეს არის. ბევრი რამე არ აქვს ჩვენ რაც იქ არის. მაგალითად არის თავისუფალი გადაადგილება. გამყოფ ხაზის გასვლა. ჩვენთან ეს ძალიან შეზღუდულია, მხოლოდ ადგილობრივ გალის მოსახლეობას აქვს მოძრაობის საშუალება, ისიც ხშირად იკეთება ხოლმე ეწოდებული საზღვარი და ასე შემდეგ. გამყოფ ხაზის მხარეებს შორის არ მიმდინარეობს თანამშრომლობა, თუნდაც ორგანიზებული დამნაშავეების ზოგის კონტექსტში, რომ ის ნარკოტრაფიკი იქნება თუ ადამიანების არაკანონი, არალეგალური გადაადგილება და ასე შემდეგ. ეს ორივე მხარეს უნდა აღიაროს ეს ორივე მხარის ადმინისტრაციას, მაგრამ სამწუხაროდ თანამშრომლობა არამარტივად არ ხდება. და რაც ყველაზე მთავარია, როგორც გითხარით, მთავარია, ჩვენ გვხვდება ამ ასეთ გაყინულ ვითარებაში, როდესაც ვერგვარდება კონფლიქტი, გაკრული საფასურის გადახდა. ჩვენ ყველანი ვიხდით საფასურს. ზოგიერთ საფასურს ჩვენ ვერც კი ხედავთ, გონიერ არ ვიხდით, მაგრამ ვიხდით. მაგალითად ეკონომიკური საფასური. თუ წარმოგიდგენთ ეს კონფლიქტები რომ არ არსებულიყვნენ, ან ტრანსფორმირებული ყოფილიყვნენ, ჩვენთან ჩვენ სივრცეში უფრო დაბალი იქნებოდა პოლიტიკური რისკი. შესაბამისად ეს ინვესტორებისთვის უფრო მიზიდველი იქნებოდა ეს ჩვენი ეკონომიკები, ჩვენი საინვესტიციო გარემო და ასე შემდეგ. ანუ ჩვენთან ეს შემოუდინებელი ინვესტიციები რისი აღრიცხვაც ძართულია, იმიტომ რომ ამის სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ექსპერტები ცდილობენ ამისი რიგი მეთოდები და გარკვეული ვალდებულების დონეზე შეფასებას და ერთ-ერთმა ექსპერტმა შეაფასა ეს საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით 65 მილიარდ დოლარი. ანუ ის არის დაკარგული. წარმოგიდგენთ 68 მილიარდის ინვესტიცია აქამდე რო ყოფილიყო გახოცილებული. დათმობები შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთსო მოსახლეზე კლიანში და პროდუქტის წარმოების თვალსაზრისით იქნება ჩვენ ესპანეთის დონეზე. ის 65 მილიარდი რომ გახოცილიყო საქართველოს. ანუ ეს ეკონომიკური საფასური. არა ეკონომიკურ საფასურში მარტო შემოუდინებელი ინვესტიციები არ იგულისხმება, იგივე ანახარჯები, დევნილების საფრთხო პირობების განვითარების თვალსაზრისით, ანახარჯების სოციალური პროგრამების, ჯანდაცვის პროგრამები ხდება და ასე შემდეგ. აგრეთვე ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ხელისუფლება დევნილობაში, რომელიც აქეთ იმყოფება, ხო ეს იმასაც თავისი ბიუჯეტი აქვს და ეს ხარჯი. ასევე საგარეო პოლიტიკურ საფასური. ყოველთვის როგორც ფეხებზე დაკიდებული მძიმე გირები, აი ისე ქონდა საქართველოს ეს კონფლიქტები, როდესაც ის ისწრაფოდა ევროკავშირთან ან ნატოსთან დაახლოების კუთხით. მით უმეტეს, როდესაც ამ კონფლიქტებთან ძალიან სახიფათო პირდაპირ კავშირში იყო რუსეთი. ამას დასავლელი ლიდერები, ნატოს ლიდერები არ ამბობდნენ, რომ რუსეთის ფაქტორის გამო არ გიგებთ და მაპს იმიტომ არ გაძლევთ, მაგრამ ფაქტია, რომ აი რუსეთის ეგრეთ წოდებული სამხედრო კუდის მოქნების კომპლექსის მოქნების შიში, რა თქმა უნდა, მაკროთვის ჰქონდა და ზედმეტი თავის ტკივილი სარიდებას უყურებდა, ამიტომ აი ყოველთვის დისტანციაზე ვამყოფებდნენ. ასევე იყო ბოლო დრომდე 2020 წლამდე ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება. ჩვენი გამოხედვა არც კი უნდა
და თეთრყურადღება მითხრობილი იყო ბალკანეთზე. მათ მიაჩნდა აი ბალკანეთიდან საფასელი უყურებარი, ნამდვილი პარი და იქ არაფერი არ უნდა აგიზგიზდეს კონფლიქტების ცეცხლი თავიდან, რაც ხოლმე წებში იყო. ამიტომ აი ყველაზე კარგი რეცეპტი ამისთვის არსებობს აი მათი ევროკავშირში ინტეგრირება და მშვიდობიანი თანაარსებობა და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ 2020 წელს უნდა გადავახდები მოვლენებს, უკრაინაში დაწყებულმა ომმა, რაღაცნაირად სხვანაირად შეიარაღდა დასავლეთს, ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ და აი გადაწყვიტეს, რომ ევროპული პერსპექტივა მოეცა უკრაინის მოლდოვასა და საქართველოსთვის და ცოტა ხანში ეს კანდიდატის სტატუსიც კი მოგცეს სამივე ქვეყანას და ეხლა თითქოს ისეთი პრობლემა არ არის კონფლიქტები, იმიტომ რომ პერსპექტივა გვაქვს ევროპული თუკიდათ ხანდა ის პელაგელობანაც შეჩერთან ამ პოლიტიკის აპირობებს რაღაცნაირად აბუნდება ისინი რომ კალაპოჩი საქართველოსი და ევროპაში გაწევით გაზე მიდიაც მოხდება აი კონფლიქტები ისე აღარ ვიშლის ხელს, მაგრამ აი ცოტა მოგვიანებით და თუ დაგჭება ნერგის ოპერით, რომ შესაძლოა ისე წინააღმდეგს ასაკეთები, როდესაც უკვე კონკრეტულად მოვა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დადგება წესებში და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე კენჭი უნდა უყარონ თითოეულ ქვეყნის უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში მიწვევის საკითხს. აი ასეთ დროს შეიძლება ჩვენ ეს კონფლიქტები ისე წინ დავიდგეს და ამაზე ცოტა მოგვიანებით გესაუბრებთ. ფსიქოემოციური საფასურიც ახალწელს. და ეს გახლავთ ეს დათრგუნული, ფსიქოლოგიური, ემოციური დათრგუნული რომარეობა, რაც შესაძლებლობას აქვს განსაკუთრებულ დევნილ საზოგადოებას საქართველოში, რომელიც ემოციური თანხმობის მხარეს და ეს რაღაცნაირად ეს დამარცხებულის სინდრომი და წაგებული აპილდაპირისპირების სინდრომი და ასე შემდეგ. ეს ჩვენ გვქონდა რაღაცნაირად აღშოთ ჩვენში რაღაც ამ სიხალისებს და ეს თქმა უნდა საერთო ჯამში ისე და ისე საბოლოოდ სხვასთან ერთად ჯანმრთელობით მომარებელს კი აისახება ზოგადად საზოგადოებაში. და მივადგეთ ბოლო სახეობას საფასურისა, რაც მე ვახსენე და რაც ყველაზე სახიფათოა, ეს ახლა სოციალურ-კულტურული გაუწყლობა ქართველებსა და საქართველოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის. რატომ? იმიტომ რომ აი მაგალითად უკვე დღეისათვის 25 წლამდე ასაკის მოსახლეობა, რომელსაც ან არ ახსოვს თავისი აქციების გამო, ან ავტობადებულა დროისთვის ეს ომი არ ახსოვს ხოლმე დასაწყისი ეს დაპირისპირებები და შესაბამისად არ უცხოვრია, არ უთანაცხოვრია აფხაზთან, ურთიერთობაში არ ყოფილა მასთან და არ იცის რა არის ეს აფხაზური საზოგადოება. რა არის აფხაზეთი? რას წარმოადგენს აფხაზეთი? ანუ მისთვის ეს ფასეულობა არ არის ისეთი, როგორც უფრო ჩვენ ასაკოვან საზოგადოების ასაკოვან ჯგუფებს აქვს, ვისაც ახსოვთ აფხაზეთი, ვისაც ეს მართლაც როგორც ეს საკუთარი სხეულის ერთ-ერთი კიდური გახლავთ, აი ისეთი მნიშვნელობის ეს აი ამ მოსახლეობის ამ ჩვენი მოსახლეობის ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ეს ისეთი არ არის. დღეს ეს მოსახლეობა უკვე 50% აჭარბებს. მთელი მოსახლეობის. ვისაც არ ახსოვს, ან არ უნახავს აფხაზეთს. გაუგიან ხოლმე. და აი დემოგრაფები ამბობენ, რომ 2050 წლისთვის საუკუნის შუა პერიოდში 90% იქნება უკვე მოსახლეობა, მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც აფხაზეთი არ უნახავს ინვესტიციების სამკეთელობებს და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად გაუცხოებული საზოგადოებები ვიქნებით ჩვენ აბსოლუტურად 2050 წლისთვის თუ ჩვენ მანამდე რაღაცნაირად მოახერხეთ ურთიერთკავშირების ალყი, რომელიც არ არის აუცილებელი ადამიანის კონფლიქტის მოგვარების პირობებში მოხდეს. კონფლიქტის ტრანსფორმაციის პირობებშიც ეს შესაძლებელია, როგორც აი ეს თავიდანვე ქართულის ურთიერთობებში იყო და როგორც ეს დღეს ხდება მოლდოვათან, ესპირეთის შემთხვევაში, კიპროსის შემთხვევაში და ასე კიდევ სხვა
შემთხვევაში. აი, თორე წინასწარ შემთხვევაში ჩვენ თიგი თუ გაუცხოდებით, გაუცხოებული საზოგადოებები ერთიან სახელმწიფოში ვერასოდეს ვერ ცხოვრობენ. ამის მაგალითს ევროპა არის. რომ მაგალითად ნებისყოფით თავისი ნებით შემოგვიერთდეს ამ გაუცხოებულ გარემოს შემოერთდნენ აფხაზები და სამხრეთი ოსები. ასეთ მაგალითს პრეცედენტს ევროპის ისტორია არის. არც ის პრეცედენტი ცნობს, ფაქტიურად გაუცხოებულ გარემოში დაბრუნდნენ მოსახლეობა ჩვენ დევნილების შემთხვევაში. გაუცხოებულ შემთხვევაში 20 წლის მერე დაბრუნდნენ, აბსოლუტურად გაუცხოებულ გარემო იქნება. ამის მაგალითს იცნობს ისტორია მაგალითად ებრაელების დაბრუნება პალესტინაში, მაგრამ კონკრეტულად რა ხდება პალესტინაში. თემთე ვერ დაალაგებულა ეს რეგიონი და შერიგებაზე დღესაც არ არის საუბარი, ასეთი სიზმრივლელი შეტაკებები ხდება პერიოდულად ამ რეგიონში, იმიტომ რომ ეს ურთიერთგაუცხოებული ადამიანების ხელოვნურად რაღაცა ერთ გარემოში მოქცევა, ეს ადვილი არ არის თუ ეს შერიგება ნებაყოფლობით არ იქნება. აი ნებაყოფლობით შერიგებას ქონდა ადგილი მაგალითად ქართულ ურთიერთობებში 90 წლების ბოლოს და 2000 წლებში. და აი ნებაყოფლობით შერიგება მოხდება მხოლოდ ურთიერთდობის აღდგენის შემთხვევაში, მაგრამ როდესაც ერთი ნამდვილი ბერლინის კედლები აღმართული ჩვენს შორის დღეს უხილავი, მაგრამ მაინც ის გაუცხოება ხმავდება და პირიქით სულ უფრო და უფრო აჭირდება რაღაც სამომავლოდ თუ ჩვენ ეს პროცესი არ შევაჩერეთ. ამიტომ ვიღება ამოცანა კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზანშეწონებების შესახებ და დავესწროთ ჩვენი თეორიული ნაშრომებს თუ კი რამე შეიძლება იქნას ამოვიღოთ ან ჩვენ სინამდვილეში ადაპტირება მოახდინოთ ზოგიერთი მიგნების რაღაცა სიახლეებიც კი და მოვიფიქროთ. მაგალითად იგი ქართულ ურთიერთობაში ის სპონტანურად მოხდა, იქ არავის არ წაუკითხავს ბედერაფის სიგნალებს. მაგრამ მოხდა. თავისით მოხდა ეს შერიგება, მეტყვი სიტუაცია მოიტანა ეს. დღეს ეს სიტუაცია არ არის. ეს სიტუაცია რამენაირად უნდა შევქმნათ და აი როგორ უნდა შევქმნათ აი ამაზეც და ვისაუბროთ. აი ჩემი კითხვაც ეგ იქნებოდა, აი საფასურზე ვისაუბრეთ, რომ იდრას ძალიან ვთქვათ დიდ საფასურს ვიხდით აი ამ კონფლიქტების არსებობით, მაგრამ აი ამ ტრანსფორმაციის პროცესში აი რა კომპონენტები შეიძლება იყოს, რაც შეიძლება რომ გარდაიქმნას და უშუალოდ ეკონომიკური კომპონენტი, კულტურული, აი რა კომპონენტებისგან და მაჩვენებლებისგან შედგება აი ეს მოგახსენებთ, საფასური ხო გავიგეთ, არა რომ საფასური ძალიან დიდია. უზარმაზარი საფასურია, მაგრამ აი საფასურის სიმძიმის განცდა სამწუხაროდ ჩვენ პოლიტიკურ კლასში არ არის. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას სერიოზულად ეს კონფლიქტების თემა წინასაარჩევნო კამპანიაში არ წარმოუდგენია. სიღრმისეული ფიქრი ამ მიმართულებით, რაღაცა ნოვატორული აზროვნება, ინტუიტივურად ან out of box, თუ რაღაცა ასეთი მიდგომები ფაქტობრივად არ არსებობს. და რას ნიშნავს ესე იგი რას არ ნიშნავს ჯერ ეს კონფლიქტის ტრანსფორმაცია. ეთი განსხვავდება მოგვარებისაგან და მე როგორ უნდა იყოს ტრანსფორმირებული კონფლიქტი ჩვენ შემთხვევაში მე იმაზე ვისაუბრებ. აი კონფლიქტის ტრანსფორმაცია არ არის კონფლიქტის მოგვარების ჩანაცვლება. არავინ არ ამბობს, ჩვენ უარი უნდა გქონდეს კონფლიქტის მოგვარების პარადიგმაზე, დავიწყოთ ჩვენი წითელი ხაზები, რომ ჩვენ ესე ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის ნომერი პირველი ამოცანა, რომ დევნილების დაბრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამის დავიწყება ჩვენ არავინ არ ხსოვს. მაგრამ კონფლიქტის ტრანსფორმაცია უფრო ესე ვთქვათ კომპლემენტარულია, ანუ დამატებითი არის კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე და სხვა ამოცანას გულისხმობს. თუ კი კონფლიქტის მოგვარება ეს არის მაგალითად ერთჯერადი აქტი, რომ მაგალითად მხარეები შეთანხმდებიან, გარკვეულ შეთანხმების პროექტს მოამზადებენ, ამას წინოძღვის გარკვეული დიპლომატიური მოლაპარაკებები და ასე შემდეგ და ბოლოს ხელს მოაწერენ აქტის შედგება და აი ჩაითვლება კონფლიქტის მოგვარება. ასეთი აქტით ტრანსფორმაცია ვერ ხდება, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია არის პროცესი, რომელიც არის განგრძობადი და მე ვიტყოდი შეიძლება მუდმივი პროცესი იყოს, იმდენად მძიმე იარები გვაქვს ჩვენ მიღებული ამ კონფლიქტის შედეგად, რომ ამ იარების საბოლოო მოშუშება თაობებში უნდა მოხდეს შორეულ თაობებში, ამიტომ ეს პროცესი არის ძალიან ხანგრძლივი.
ძალიან ხაზური პროცესია და ეს არ თავდება. ამას არ აქვს, ამას შეიძლება კონდეს დასაწყისი, მაგრამ ამას ბოლო არ აქვს. ისე როგორც აქვს კონკრეტის მოგვარებას. ანუ იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერას არ გულახავს კონკრეტის დასაწყისი. არავის არ მოუწერია ხელი ერგენტის ბაზრობაზე ქართულ და ოს ბიზნესმენებს ან მისიყვანების თანამშრომლობდნენ რაღაცა დოკუმენტზე რომ მოდიეთ ჩვენ ეს კონფლიქტი საერთოდ გარდავხდათ ტრანსფერი მოახდინოთ და ავიწყოთ ეგრული ბიზნესი არანაირი დოკუმენტი არ შექმნა პირდაპირ დაიწყეს რაღაცა გარიგირებზე საუბარი ერთმა დაიწყო ოსური ენის სწავლა იმ მეორე მხარე დაიწყო ქართული ენის სწავლა და ასე ერთმანეთის ენაზე დაბადების სიარულით და ქორწილებში და ერთობლივი შერეული ოჯახების აღდგენით და რაღაცნაირად და ასეთი ურთიერთობებში გადაიზარდა ქართულ-ოსური ურთიერთობები და შერიგებამდე მივიდა საქმე. ხო, მაგრამ ეს შერიგებას წინ უნდა უძღვდეს კონფლიქტის ტრანსფორმაცია. თუ არ გარდაიქმნა კონფლიქტი იმ მდგომარეობიდან, რადგანშიც ის დღეს არის, შერიგების რესურსი ფაქტიურად არ არსებობს, პირიქით გაუცხოება აგზელდება, რაზეც უკვე მოგახსენეთ. ხო, და აგრეთვე კონფლიქტების ტრანსფორმაცია არ არის საოცრებელი წინაპირობა კონფლიქტების მოგვარების. შეიძლება ვერც ვერასოდეს მოგვარდეს კონფლიქტი, როგორც მაგალითად ჯეშურობით არ მოგვარებულა კონფლიქტი კვიპროსში. აი კვიპროსი სახელმწიფოში გახდა ევროკავშირის წევრი, მაგრამ ვერ მოგვარდეს კონფლიქტი. ასევე არ მოგვარებულა მოლდოვაში და ესპირეთში. შეიძლება მოგვარდეს. მეტი შანსია რომ მოგვარდეს ვიდრე ჩვენთან, მაგრამ არ მოგვარებულა ჯეშურობით. ამიტომ კონფლიქტის ტრანსფორმაცია როგორც კონფლიქტების მოგვარების ვთქვათ წინაპირობა არ არის. შეიძლება აუცილებელი ეტაპია, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ მოგვარდება კონფლიქტი, მაგრამ საკმარისი ეტაპი არ არის. და შეიძლება კონფლიქტის ტრანსფორმაციამ ვერ მივიყვანოს ჩვენ ტაძართან. ამ კონფლიქტის მოგვარებამდე. ამიტომ ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ 10 წლის მერე და 20 წლის მერე, რომ აი მაინც ვერ მოვაგარეთ კონფლიქტები და აღარ გვინდა ჩვენი ტრანსფორმაცია და ისე უკან დაბრუნდეთ და ისე ვიარაღეს ჟღარონს მივყოთ ხელი. ეს არ უნდა მოხდეს, არა, ესე იგი არ უნდა თავიდანვე უნდა განვიწყოთ, რომ კონფლიქტების ტრანსფორმაცია, ტრანსფორმირებული კონფლიქტი თავისთავად უკვე ფასეულობაა. უკეთესია იმ კონფლიქტების იმ მდგომარეობასთან შედარებით, რაც დღეისათვის გვაქვს. ხო? ესე იგი რა გვაქვს ეს რომ ის გვაქვს რომ არა გვაქვს თავისუფალი გადაწყვეტილება, არა გვაქვს ეს ვთქვათ ვაჭრობა, არა გვაქვს გარანტირებული მშვიდობა, არა გვაქვს თანამშრომლობა ვთქვათ გლობალურ ორგანიზებულ დამნაშავების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში და ასე შემდეგ, ხო? აი ესენი რო არა გვაქვს, არა ეს უკვე ახასიათებს სწორედ იმ ჩვენ არატრანსფერებულ კონფლიქტს, რაც იმ საფასოს გვახდენიათ, რაზეც უკვე მოვახსენე. აი ბატონო, რისკი თუ არსებობს იმისა, რომ დაუშვათ ტრანსფორმაციამ შეიძლება ისევ კონფლიქტი გამოიწვიოს. აი რას გულისხმობ, მაგალითად თუ გადაადგილება, ესე ვთქვათ, იქნება თავისუფალი, დაუშვათ შეიძლება რაღაცა კონფლიქტი კვლავ წარმოიქმნას იმის ნიადაგზე, რომ რაღაცა პერსონალური დაპირისპირება მოხდეს, ასე შემდეგ. აი ამის რისკები არსებობს, ან დაუშვათ ეკონომიკურ ნიადაგზე რაღაც დაპირისპირება მოხდეს, რომელიც მე ისევ ფართო კონფლიქტად გადაიქცეს. ანუ ამის რისკებიც არსებობს თუ არა ამ ტრანსფორმაციის პროცესში. ცოტა საერთოდ ვერაფერს ვერ გამორიცხავ და ყველანაირი რისკი ბუნებაში არსებობს, მაგრამ უფრო ნაკლები რისკია კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში ამ რაღაცა ურთიერთ აგრესიის გაუღვევების, ვიდრე პირიქით. აი, როდესაც გაუცხოება არის, როდესაც ადამიანს შენ ვერ ხვდები ფიზიკურად ვერ ნახულობ, არ შეხვედი ხარ და მე არც კი იცი იმის თაობაზე. ეხლა ჩვენთან ინფორმაცია ძალიან ცოტა არის, ცოტა რა ვიცით რა ხდება აფხაზეთში. იმათ უფრო მეტი იციან ჩვენზე, მაგრამ მაინც ბევრი არის, იმათი თავი ინტერესი უფრო რუსეთია და თურქეთი თქვენ წარმოიდგინეთ უფრო მეტად დაინტერესებს და საქართველო და არ შენ საქართველო. მაგრამ როდესაც არ იცი ერთმანეთის შესახებ, არ გინახავს და ასე შემდეგ, რაღაცა მითები ჩდება, რაღაცა ახალი სტერეოტიპები ჩდება, აგრესია გვივდება და აი რაღაცა ტრის ხატი ფრაგმენტ ყალიბდება. როდესაც ადამიანს ხედავ, ხალებში ჩახედავ, რაღაცნაირად ერთად ივაჭრებ, ერთობლივად კეთილდღეობას აიმაღლებთ, ერთობლივ ვაჭრობით და ბიზნესი, რაღაც სიკეთეს გავუკეთებთ, ხარში დაუდგებით,
რაღაცა ნდობა იქნება და ასე შემდეგ, მაშინ ეს აგრესია დაიკლებს და რა თქმა უნდა, ეს ალბათობაც რისკიც დაიკლებს რაიმე აგრესიის. ამიტომ პირიქით, რაც უფრო მეტი ინტერაქცია იქნება და ურთიერთკავშირი იქნება საზოგადოების შორის, უფრო მეტი შანსია რომ მშვიდობა დაისადგუროს. ახლა მივადგეთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რა ინდიკატორები აქვს ტრანსფორმირებულ კონფლიქტს, რითაც იგი განსხვავდება არატრანსფორმირებული კონფლიქტისგან. პირველი, როგორც ვთქვით, და მნიშვნელოვანი ის გახლავთ უნდა იყოს მშვიდობის მოლოდინი და რწმენა მშვიდობაში, რომ შიში რომ იქ მხარე გაისწრის, ეს შიში არ უნდა არსებობდეს. ანუ ეს დასადგურებული მშვიდობა უნდა იყოს. მაგალითად, არავის არ ეშინია დღეს მოლდოვაში და დესპერატში რომ მეორე მხარე ესწრის. არც ჩუკიკოში კი ხა განანი გაეროს ეგიდით ბრიტანეთის ისინი არიან ის კონტინგენტი სამშვიდობო კონტინგენტი გას, მაგრამ მხარეები არც ცდილობენ რომ რაღაცაერთი ძილგამორთული პარტიზანული თუ რაღაცა სხვა მოქმედებები ერთმანეთს ხელი შეუშვათ. პირიქით, თანამშრომლობა. მაგალითად, შემთხვევაში არსებობს ეს შიში, ხო? აღარ არსებობს შიში. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში არსებობს და ეს გამოაჩინა, მაგალითად, უკრაინაში რომ დაიწყო ეს საომარი მოქმედებები, აი პირველ თვეებში განსაკუთრებით იყო მოლოდინი, რომ აი რუსეთი აუცილებლად დასუსტება, რაღაცა დაემართება და აფხაზეთში შეეშინდა, რომ აი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს შეიძლება პრობლემები შეექმნას და აი მე რას იზამს საქართველოს. რა თქმა უნდა, ისარგებლეს საქართველოს ამ შანსით და აი შემოვარდება და ძალისმიერი მეთოდებით აი შეეცდება აფხაზეთის დაბრუნებას. და იგივე შეშიგაშდა ოსეთში სხვა შორის იმ პირველ თვეებში ჩვენ სოციალურ ქსელებშიც აი რამოდენიმე უპასუხისმგებლო ასეთი განცხადებები იქნა გაკეთებული. აი რომ მოდის და რაღაც უნდა მოემზადა და რაღაც ასე ზოგიერთ პოლიტიკოსმაც გააკეთა ამის თავზე მინიშნება რომ ჩვენ უნდა ვემზადოთ რაღაცა X დროისთვის და რასაკეთებს ჩვენი თავრობა, რატო არ მემზადები და რაღაც ასეთი განცხადებები მაგრამ და სხვა შორის ასეთ განცხადებებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ისინი, ვიდრე სამშვიდობო რიტორიკას აქედან წარმოებას. ამიტომ ამასაც მისაქცევით, ამიტომ საზოგადოება უნდა შემზადდეს ჯერ ტრანსფორმაციისთვის. თვითონ საზოგადოებაში უნდა გახდეს ეს კონფლიქტისადმი ტრანსფორმაციული მიდგომა კონსენსუსური თემა, რომ ყველა უფრო ტოლერანტულები უნდა გახდეს საზოგადოება, არ უნდა იყოს ეს რაღაც აგრესიული, ცრუ მითები და ლეგენდები უნდა აღმოიფრას, ეს სტერეოტიპები თუ რამე ხეს მიშლის ამისათვის და ეს უზარმაზარი მუშაობას გულისხმობს ჩვენს საზოგადოებასთან და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტრანსფორმაციის მიმართულებით არის არა პირდაპირ აფხაზთან საუბარი, ან ოსთან. ჯერ ჩვენთან, ჩვენ შიგნით, ჩვენში უნდა შევთანხმდეთ იმაში, რომ ჩვენ უახლოესი ტაქტიკური მიზანი უნდა გქონდეს კონფლიქტების ტრანსფორმაცია. რაღაც სამშვიდობო განათლების, ესე ვთქვათ, პროგრამა არსებობს. რა თქმა უნდა. შემდეგი მაგალითად თავისუფალი გადაადგილება ვახსენე, ხო? ძალადობის არარსებობა, ეს გატაცებები და ესენი არ არსებობდეს, რაღაცა ველური ხასიათის კონფლიქტი გვაქვს ჩვენ განსხვავებით აი ტრანსფორმირებული კონფლიქტისგან. ამიტომ ჩვენ უნდა ეხლა ვისწრაფოდეთ, აი იმას მიუახლოვდეთ. რასთანაც უკვე მისულები ვიყავით, როგორც გითხარ, ქართულ ურთიერთობებში ამ 20-25 წლის წინ. თავისუფალი ვაჭრობა და ერთეული ბიზნესი. აი საქართველოს მთავრობამ 2017 წელს შეიმუშავა ძალიან კარგი ინიციატივა აბიჯუკეთესი მომავლისკენ, რომელიც გულისხმობდა ამ ერთეული ბიზნესის წარმოების პროცესს და აგრეთვე განათლების სფეროში რაღაც თანამშრომლობას რეგისტრაციას ვაჭრობას ეხებოდა. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იმუშავა და თუ მე შეკითხვა გეკნა ერთად იმუშავა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო მცდელობა. მცდელობა იყო რომ აი ეს ტრანსფორმაციისკენ გადაგვედგა ნაბიჯი. მაგრამ შედეგი ჯერ ვერ გამოევა. ასევე ჩვენ მთავრობა ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ჯერ კიდევ 2009 წლიდან წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ეს, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტი მასშტაბები შეიძინა. ეს არის მიგრაციული სახელმწიფო რეფერენდუმი პროგრამა, რომელიც ხალხში ჩვენ უფასო ჯანდაცვის სერვისებს ვაწყდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
მაცხოვრებლებს, ხო? ეს მათთვის ძალიან დიდი შეღავათია და რამდენ ჩემი ინფორმაციით 17-18,000 ბენეფიციარი აქვს ამ პროგრამას. Წარმოგიდგენთ, ეს 18,000 გაამრავლეთ ოჯახების საშუალო რაოდენობაზე 60-ზე, აი რამდენს მიიღებთ, ხო? რამდენ ადამიანს მიიღებთ, ესე იგი აი ამდენი ადამიანი უშუალოდ მადლიერია ამ პროგრამის. იმიტომ რომ ისი ახლობელი ოჯახის წევრი განკურნებული იქნა, ანუ მომკურნალეს აქ უფასოდ და ხარისხიანი. დიახ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ამ პროგრამას ვერ მოყავს, აი როგორც ერთი მერცხალი ვერ მოეყავს გაზაფხულზე, აი ასევე რაღაცეთ ეს თვისობრივად ვერ გადაიზარდა გაუმჯობესებული მიზნები, ჩვენ მტრის ხატი მაინც არსებობს. აი ტრანსფორმირებული კონფლიქტის ერთ-ერთი ინდიკატორი არის მტრის ხატის არარსება. ანუ მხარეები ერთმანეთს პარტნიორებად განიხილავენ, ვიდრე მტრად. აი ესე არის მოლდოვაში, ესე არის კეპროში. და რაც თავი მიმდინარეობს დიალოგი მხარეებს შორის. მუდმივად ესაუბრებენ ერთმანეთს. ფიზიკურად ხდებიან, მოიკითხავენ, ულუსავენ რაღაცა თარიღებს, ახალწელი იქნება თუ რეგულარული დღესასწაულები იქნება თუ ასე შემდეგ. ცხელი ხაზი იქნება თუ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი, კომუნიკაცია შეიძლება ერთმანეთთან. ჩვენთან ეს არ ხდება. ჩვენთან ეს არ ხდება და აი ესეც ასე თქვა გასაკეთებელი. ეხლა რა უშლის ხელს რატომ აქამდე ვერ დაიწყეს ეს პროცესი? იმიტომ რომ დღემდე უამრავი პროგრამა და პროექტი იქნა განხორციელებული დონორების ხარდაჭერით, პოლიტიკოსების უწყლოდების ჩარევით, რა ვიცი, რამდენი ათეულობით მილიონი, შეიძლება ასეულობით მილიონიც კი დაიხარჯა ამ პროექტებში, რაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყო ჩართულები, რაღაცა შეხვედრები ტარდებოდა, მათ შორის ის ერთ ნახევარ ფორმატში, რომ გითხარით და იმის შემდეგაც უამრავი ასეთი პროექტი იქნა განხორციელებული, მაგრამ აი ეს ვართ იქ, სადაც ვართ. პირიქით. აი ხო რომ თქვა, დღეს უფრო ახლოსა ვართ ჩვენი საზოგადოებები ერთმანეთთან, თუ ვიყავით მაგალითად 10 წელს. ან ვიყავით 20 წელს. ან ვიყავით თუნდაც 25 წელს. უფრო შორსა ვართ. ერთმანეთი აღარ გვახსოვთ, არ ვიცნობთ ერთმანეთს, საერთო ინტერესი არანაირი არ გვაქვს, სხვადასხვა ცივილიზაციური სამყაროების მივაკუთვნებთ ერთმანეთს, სხვადასხვა ისტორიულ ნარატივებზე იზრდებიან თაობები. დიახ, ერთი საკომუნიკაციო ენაც კი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ახალგაზრდობამ რუსული არ იცის და იქ და იმათ ინგლისური არ იციან. არ ვიცახი ერთმანეთის ენები არ ვიცი. ხო, აი ანუ მთელი რიგი ამ პრობლემები ჩვენ ხელს გვიშლის და ეს ყველაფერი არის ასე ვთქვათ მოსახსენებით ესეგიდან. აღარ უნდა არსებობდნენ ესენი როგორც პრობლემები. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მაგალითად ეს ჩვენთან რაც ხდება ჩვენ პოლიტიკაში. ამ ხებსკლებისთვის ბრძოლა მიიღო ასეთი პოლარიზებული გარემო. ეს ორი პოლიტიკური ძალა ძირითადად ეს კაპიტულაცია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძირითადად აი ეს ორი ძალა არის ერთმანეთთან აი ძაღლი კატასავით ამ ხებსკლებისთვის ჩართული ბრძოლაში. და ასე დროს ეწინება ამ პოლარიზაციას ძალიან მნიშვნელოვანი სხვა საკითხები, რაც ხებსკვლა ვეღარ ფიქრობს ან ვეღარ ბედავს ფიქრს. იქნება ეს სოციალ-ეკონომიკური მიმართულებით, რა ვიცი, შეიძლება გარემოს მიმართულებით, სატრანსპორტო რაღაცა და მათ შორის კონფლიქტების მიმართულებით. აი ახლა რომ ასეთ ვითარებაში სიტყვაზე, ასეთ გაძაბულ ვითარებაში რომ აი ესეთი მოქნილი აბიჯების გადადგმა გადაწყვიტოს ჩვენმა ხელისუფლება რაღაცა ნოვატორული ჭიანდაბლური შეიმუშაოს. აქვს იმის შიში რომ აი ჩასაფრებული ოპოზიცია წამოგეცემა შენერჩენებს განსაკუთრებით გარჩენების წინა პერიოდში და გეტყვის აი შენ რაღაცა თმოგ და მიეყიდე შენი კრუტეს და ასე შემდეგ. თვითონ ოპოზიციის ლიდერებიც რო რაღაცა ინიციატივით გამოვიდნენ, პირიქით იქნება, ხო? ანუ იმდენად პოლარიზებულია, რომ მათი შეთავაზებული იდეებით აღიქმება როგორც აი ფეხის წამოდების ცდელობა და ამიტომ ურჩევნია რომ იყოს ისე როგორც არის იყოს რაც არის და აი დაველოთ. გონიათ რომ ჩვენზე მუშაობს, ჩვენზე არ მუშაობს, პირიქით. უზარმაზარ საფასურს ვიღებთ და კიდევ უფრო მეტ საფასურს გადავიდით, რაც უფრო მეტად გამოვდება ეს ასე ვთქვათ გაუცხოება. მერე ერთგვარი გეოპოლიტიკური ბალანსი ჩამოყალიბდა ამ კონფლიქტების საკითხებში. ესე იგი, ერთის მხრივ არის საქართველოს და მისი მხარდამჭერი ეს
დასავლური ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მთავრობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ შენობას უჭერენ მხარს და მეორე მხრივ არის აფხაზეთის სამხედრო იმის უკან მდგომი დიდი რუსეთი. და ერთგვარი ბალანსია მათ შორის, რომ ესე იგი ერთმანეთის პოზიციებს არ ეთანხმებიან, მაგრამ სერიოზულ ნაბიჯებს არ დგამენ, რომ ერთმანეთის პოზიციები დააზიანონ, იმიტომ რომ შეიძლება ამ ბალანსის დარღვევით პირიქით თვითონ დაზიანოს. და მაგალითად რომ გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც ესეთი ექსპერიმენტული ნაბიჯი, მოქნილი ნაბიჯი, შეხვედრილი ნაბიჯი მეორე მხარის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, შეიძლება აქვთ შიში, რომ შეიძლება ეს განსავლურმა ძალებმა, რომლებიც ხარს უჭერენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას, ჩათვალონ, რომ ქართველები ნელა თვითონ ურიგდებიან აფხაზებს და მე ჩემი დახმარება აღარ არის საჭირო და შესაბამისად ეს არაღიარების პოლიტიკა შეიძლება შესუსტდეს. ესეთი შიშებიც აქვს. ამას ახლა არ ამბობენ, მაგრამ ასეთ პირდაპირ კონფიდენციალურ შეხვედრებში ამას ხანდახან ვთქვათ, აჟღერებენ ხოლმე ეს შიშიც არის. ხო და ამიტომ ეს პროცესი მაგალითად უნდა დააზღვიოს ვიღაცა. როდესაც თუ კი ასეთი პროექტი მომზადდება, ასეთი ნოვატორული პროექტი მომზადდება, ვიღაცა უნდა დააზღვიოს, რომ ეს ჩასაფრებული პოზიცია ამას არ წამოუხდება და არ დააზიანებს ამ ძალას არჩევნების წინ. მაგრამ ევროკავშირი შეიძლება იყოს ესეთი. ბატონო? ევროკავშირი შეიძლება იყოს ესეთი. ხო, მაგრამ კი შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ყველასთან გადამტერებულები არის. გადამტერებული ვიღა დაგიდგება, შუა ვინ დამსგავა. ამიტომ თვითონაც ხელისუფლებამაც წინასწარ კამპანიის დროს ძალიან თქვათ მოუფიქრებლად მომზადებელი განცხადებები გააკეთა. გორში გაკეთებული განცხადება, რომ ბოდიში უნდა მოუხადოთ ჩვენ ვიღაცებს და თან ყოველ მეორე გამოსვლაში ჩვენი დები და ძმები იძახიან, დები და ძმები და არ მოწმოთ, იმა დები და ძმებს რო ძახით დღეს, ათის ეს მიუღებელია. ცინიზმად მიაჩნიათ. და დამამცირებლად მიაჩნიათ მათთვის ეს დებსა და ძმებს რო. წარმოგიდგენთ, ახლა რუსმა პოლიტიკოსმა რო ჩვენ ბუზინსკი ცინიკური ვიცოდოთ, ხო მოგვეწონდება? ასე არ მოწონთ. და ეს ნიუანსები არის ჩვენთან სამწუხაროდ. მერე ოკუპირებული ხარ და ასე შემდეგ. იმას არ მიაჩნია თავი ოკუპირებული. ოკუპაცია, სიტყვა ოკუპაცია უნდა იყოს მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერმინოლოგიაში. იმიტომ რომ ის მუშაობს ამ რუსეთის ფაქტორის შემცირების ამოცანაზე, ხო? ოკუპაცია და რეგიონების დეოკუპაცია უნდა იყოს მის ლექსიკონში. მაგრამ ოკუპაცია არ უნდა იყოს მაგალითად შერიგების სამინისტროს ლექსიკონში. იმიტომ ის მუშაობს შერიგებაზე. როგორ უნდა შეურიგდე, როცა შეეუბნები, რომ ოკუპირებული ხარ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობ. მერე ჩვენი მაგალითად ვახსენეს რეფერენდუმ პროგრამა, რომელიც ამ ჯანდაცვის სერვისებს აწვდის ვერ ხარეს, რომელიც უცხება აკეთებს ამას. ამას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, ხო? მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ეს მოკლე სახელწოდება და სრული სახელწოდება ჯანდაცვის სამინისტროს არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების და მერე არის სოციალური და ასე შემდეგ. ახლა იმ ადამიანმა, რომელიც იქ აფხაზეთში ან სამხატვროში ცხოვრობს, იმას რომ მოუწიოს რაიმე განცხადების დაწერა, რომ შენგან სერვისი მიიღოს. რა, ესე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების უწყებას უნდა მიმართოს? ხო, არ შეიძლება რაღაცა სხვა სახელი გააქმნიათ? მოიფიქრებინათ ეს. ანუ ესეთი ცნობილობა და ესეთი სიფაქიზე აუცილებელია ასე დროს და ეს ამას ანდა პარლამენტში რო არსებობს ესე დროებითი კომისია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ. ხო, აღდგენა ამას ვარქმე პარლამენტში. როგორ შეიძლება რომ ხელისუფლებაში ერთის მხრივ არსებობდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია და მეორე მხრივ არსებობდეს შერიგების სამინისტრო. როგორ უნდა დაგიჯეროს ახლა შენ მეორე მხარემ შენ გულწრფელი ხარ მასთან რაღაცა შეთავაზებებში და მოლაპარაკებებში. ამიტომ ასეთ დროს ეს დუბლის აღდგენა ვერ ხდება და ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს შესაძლებელი. ბატონო, თან თქვენ ისაუბრეთ ამ კომპლექსურობაზე, ხო? გეოპოლიტიკა ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ასე ვთქვათ,
დასავლური ინტეგრაცია ჩვენთვის, რუსეთის როლი, ასე შემდეგ, ძალიან კომპლექსური საკითხი არის და ამ ტრანსფორმაციას სჭირდება სწორედ ეს რაღაცა სწორი დაგეგმვა, სწორი კოორდინაცია ერთმანეთს შორის და ეს პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესში ეს ყველაფერი იკარგება სამწუხაროდ და აი ბოლო კითხვისკენაც რო გადავიდე, ჩვენი როგორც სამოქალაქო საზოგადოების როლი რა შეიძლება იყოს აი ამ პროცესში, როგორ შეგვიძლია რომ ჩვენ ვითამაშოთ როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ დადებითი და პოზიტიური როლი იმისთვის, რომ ამ კონფლიქტის ტრანსფორმაციას ხელი შევუწყოთ. ჩვენ შეგვიძლია ახლა საფრთხე ჩვენ ახლა ბერიკეტი არა მაგრამ რა შეგვიძლია ჩვენ შეგვიძლია ინტელექტუალური ლიდერშიპი გავწიოთ და აი ჩვენ შეიმუშაოთ წინადადებები რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს და ჩვენ ეს გავაკეთეთ კიდეც. და ეს ერთგვარი ხედვის დოკუმენტი შევქმნით. და ვიცოდეთ ჩვენ მაყურებელმა ეს ხედვის დოკუმენტი შევქმნით. აი რა არის ეს ტრანსფორმაცია, რატომ არის საჭირო ტრანსფორმაცია და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ადგილიდან გზა გაეკაფოს ტრანსფორმაციას. გზა გაეკაფოს. აი ეს ხელშემშელი პირობები, რაც გითხარით მე თქვენ, შიში ოპოზიციის, ამ გეოპოლიტიკური ბალანსის დარღვევის შიში, მე ის რომ არ აქვს გაცნობიერებული საფასური სიმძიმე ჩვენს პოლიტიკის დიზაინერებს, ვინც პოლიტიკას ქმნიან. არის ვით რომ აი დილას რო გაიღვიძეთ და ამე ვიძინებენ, ის ერთი დღე, ის დაკარგული დღე, კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ეს ჩვენი საფასური, კიდევ უფრო მეტად გაგვაუწყობა ჩვენ მეორე მხარესთან. ხო და აი ამისი განცდა უნდა გაჩნდეს მათში. და მათ რო ესაუბრებით ეს ამ არგუმენტებში გეთანხმებიან, მაგრამ მე რომ გუნდებიან თავიანთ კაბინეტებში ისე თავიანთ რუტინაში უწევ დაბრუნება და ნუ რაღაცა ისევ ყოველდღიურობაში ექცევიან და არიციან რომ ახლა მე რომ რაღაცა წინადადება მე რომ დაუჯერო ახლა მე ამ სამოქალაქო საზოგადოებას და რაღაცა გავაკეთო, მე ჩემი უფროსი ასე თქვის. და ის უფროსი კიდე სხვა თქვის ესე იგი არსებობს, იმიტომ რომ იმ უფროსს კიდე სხვა უფროსი ყავს და იმას კიდე სხვა პრიორიტეტები აქვს. ეს სულაც არ არის პრიორიტეტი. იმიტომ მას არაა გაცნობიერებული რომ საფასოზე. და გეტყვით შენ ხო არ გაგიჟდი კაცო რა ვინ ეკითხება იყავი ადგილზე ან შეიძლება სწორს მოხსნას და ამიტომ არის და ზედა არის 63 რაუნდია ჩატარებული ჟენევის მოლაპარაკებებს. ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს თავისი დადებითი როლი, იმიტომ რომ ისინი სტაბილურობას უზრუნველყოფენ. კი ბატონო, მაგრამ სამწუხაროდ ჟენევის მოლაპარაკებები გადაიქცა როგორც დიპლომატიური რინგი. აი ქართული, აფხაზური, სამხრეთოსური, რუსული დელეგაციები ერთმანეთს აი დიპლომატიურად ერთმანეთს ებრძვიან. იმიტომ რომ საკუთარ წითელ ხაზებს იცავენ. იქ ტრანსფორმაციაზე კი არ არის საუბარი, იქ არის საუბარი აი აბა ცეცხლის განუახლებობაზე დოკუმენტი შევქმნათ და ხელი მოვაწეროთ და მოგვიწერე ხელი გეუბნები ჩვენ. ჩვენ მოვაწერთ ხელი ჩვენ გეუბნებით რომ ხელი თუ მოგიწერეთ, ესე იგი უნდა გავიაროთ ამას აღიარებისთვის გამოიყენებ და აი მან მიდის ამ კატალოგის თამაში და ვერაფერს ვერ კეთდება. ამასობაში ყოველი ეს რაუნდი ჟენევის მოლაპარაკებების საზოგადოების დაახლოების თვალსაზრისით პირიქით აშორებს ამ საზოგადოებას. ამიტომ უნდა არსებობდეს პარალელური რეალურად ტრანსფორმაციის შესახებ პლატფორმა, სადაც მხოლოდ პოლიტიკურად არამძნობიარე საკითხებზე იქნება საუბარი. გარემოს დაცვითი საკითხები, სოციალური საკითხები, ვაჭრობა, ბიზნესი, განათლება და ასე შემდეგ. ანუ სადაც ეცოდინება მხარეებს, რომ ერთმანეთის წითელ ხაზებს არ ეხებიან. აბსოლუტურად ორივე მხარე თავის წითელ ხაზი აქვს, მაგრამ არ ეთანხმებიან, მაგრამ ფრჩხილებს გარეთ არის გატანილი ეს. წითელ ხაზები და საუბრობენ მხოლოდ პოლიტიკურად არამძნობიარე საკითხებზე. და თანაც ეს უნდა იყოს სისტემატური ურთიერთგასვლა უნდა იყოს, ანუ დიალოგი უნდა არსებობდეს. დე-ფაქტო ადმინისტრაციასთან დიალოგი უნდა არსებობდეს. ამას კიდე აქა მიიჩნევა, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაციას მე თუ დაუწყე საუბარი, ესე იგი მაგია. ნუ და აი ასეთ შეკრულ წრეში ტრიალებთ და აი აქვე შეჩერებულია ჩვენი ევროინტეგრაცია, ფაქტობრივად ეს გეოპოლიტიკური ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა გაურკვეველია, ეს პოლიტიკური არასტაბილურობა არის ჩვენს ქვეყანაში. აი ისე რომ წარმოვიდგინოთ, რომ
მე მაინტერესებს მაინც ევროკავშირის როლი რა შეიძლება რომ ჩვენ მასმენელმაც უფრო კარგად გაიაზროს რა პოზიტიური როლი შეიძლება ითამაშოს ევროკავშირმა აი ამ ტრანსფორმაციის პროცესში თუნდაც არის ესე ვთქვათ ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში რომელიც აი ბორდერიზაციაზე მუშაობს უფრო მეტად და კონფლიქტის ესე ვთქვათ ხრივაც ბევრ რამეს აკეთებს აი რა შეიძლება რომ ევროკავშირმა აი ამ პროცესში დადებითი როლი ითამაშოს ჩვენ მსმენელსაც რომ უფრო უკეთ გავაგებინოთ აი სულ ეს დოკუმენტი ხედვის დოკუმენტი იქ ჩვენ განსაკუთრებით ხაზი გასმული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე. იმიტომ რომ ეს დოკუმენტი რო იქნებოდა იმ დროს საქართველოს იდგა ინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის საერთში ხალხი ქონდა და ასეთი სავალალო მდგომარეობა როგორც ახლა გვაქვს ჩვენ ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივასთან დაკავშირებით და აღარ ევროინტეგრაციას შეუძლია როლის თამაში იმაში, რაც მაგალითად უკავშირდება აფხაზებისთვის და სამხრეთი რუსეთისთვის რუსეთისგან განსხვავებული სამყაროს თანახმში. ვიდრე მათთვის რუსეთი არის ერთადერთი და ყოვლისმცემი და ყოვლისმცემი სამყარო მათთვის დასავლეთი იციან რომ არსებობს. მაგრამ არსებობს შოპინგისთვის რაღაც გასეირნებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ იქ რომ მათ უფრო უკეთესად შეუძლიათ საკუთარი კულტურული თავისთავადობის თუ რაღაცა განათლების თუ რაღაც თუნდაც ჯანდაცვის და ასე შემდეგ მსახურებების მიღება ეს არიციან. და აი საქართველოს თუ კი დაუახლოვდებოდა ევროკავშირზე თუნდაც გახდებოდა ევროკავშირის წევრი, აი მაშინ საქართველოს სულ სხვა მიმზიდველობას შეიძლება. ეხლა მე არ ვაკეთებ რომ ეს საკმარისი პირობა იქნებოდა და კონფლიქტს მოაგვარებდა და აიღებოდა მთელი აფხაზეთი და სამართლოსეთი და წამოვიდოდა ჩვენკენ და საქართველოს პასპორტებზე რიგები დადგებოდა. ამას მე არ ვამტკიცებ, თუმცა ამისი გარკვეული ალბათობა იარსებებდა. და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იმოქმედებდა ეს ფაქტორი მათზე. მაგალითად შიშის ფაქტორი მაგალითად. შიშის ფაქტორი, რომ ომი დაიწყება და უშუალოდ ეს ფაქტობრივად დაბალდების მოდის. ევროპასთან დაახლოების შემთხვევაში კი. არა, ომის დაწყება, ხო აფხაზების შიში იმისა, რომ ქართველები დაუშვათ ომს დაიწყებენ, ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში უფრო დაბალი ხდება და ეს დობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს არიციან, ესე იგი ეს უწოდებების ბრალი, მათ არიციან თვითონ ევროკავშირში გაწევრიანების პირობები არიციან. მაგალითად, ევროკავშირში რომ გაწევრიანდეს ქვეყანა ან ქვეყნების ჯგუფი ერთი რეგიონიდან, ევროკავშირი ითხოვს, რომ თქვენ თუ რაიმე ისტორიული რაღაცა ურთიერთშუღლის ან საზღვართან დაკავშირებული, ან რაღაცა ეროვნულ ცნებასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემები გაქვთ, ეხლავე მოაგვარეთ. წინასწარ შემთხვევაში ევროკავშირში არ მიდიდეთ. და წინასწარ გვარდებია. წინასწარ მოგვარდა უგრეთსა და რუმინეთს შორის იქ ბალტიის ქვეყნებს ჰქონდათ კიდე იქ ერთმანეთში მოგვარებული საკითხები. და ასე ანუ წინასწარ ევროკავშირი წინასწარ ითხოვს რომ აი კონფლიქტის ყოველგვარი კერა წინასწარ იქ გამოხვრიlt და აი მე მიგიღეთ ის შენ. და ჩვენ მაგალითად ასოცირების ხელშეკრულებაში რომელიც ხელმოწერილი ევროკავშირთან იქ ჩვენ ვალდებულებას გვაქვს აღებული რომ კონფლიქტს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოუვლით. ვალდებულება გვაქვს აღებული. ვალდებულება აგვაღებინა ევროკავშირი. და მით უმეტეს გაწევრიანების შემთხვევაში აი 35 თავი იქნებოდა ეს ჩვენ რომ ეხლა გახსნილი ქონოდა ჩვენ ნალაპარაკები ევროკავშირთან. აი 35 თავი მიესწრებოდა ამ კონფლიქტის თემას და აი იქ ჩვენ ალბათ მოგთხოვდნენ აი გარკვეულ გარანტიებს მშვიდობისა და აგრეთვე ჩვენ მოსაზრებებს აი რა სტატუსით უნდა იქნეს განხილული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როცა საქართველოს მიიწვევენ იქ. იმიტომ რომ არის ძალიან სერიოზული საკითხი. იმიტომ რომ აქამდე ევროკავშირს აქვს ერთადერთი პრეცედენტი კონფლიქტიანი ქვეყნის თავის რიგებში მიღების. ეს არის კვიპროსი. და თავის დროზე ევროკავშირმა დაუშვა ის რომ
ესე იგი მთელი კვიპროსი, მთელი კუნძული, ესე თქვა, მთელი კვიპროსი მიიღო თავის რიგებში, მაგრამ არ გაავრცელა კანონმდებლობა და ინსტიტუციები ჩრდილო კვიპროსზე. სანამ კონფლიქტი არ მოგვარდება იმ იმედით, რომ ევროკავშირში ყოფნით შიგნით ეს კონფლიქტი მოგვარდებოდა. სამწუხაროდ ვერ მოგვარდა კონფლიქტი, თუმცა ტრანსფორმირდა კონფლიქტი, მაგრამ ვერ მოგვარდა და ეხლა ევროკავშირის ეს მოდელი აღარ მიაჩნია ხელსაყრელად, იმიტომ რომ თავის რიგებში მიიღო გაყინული კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე. ამიტომ ეხლა სერბეთში, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირის, იქ სხვა მოდელს ტესტავს. იქ წინასწარეუნება ეხლა სერბეთს და კოსოვოს, რომ მორიგდით ერთმანეთში ნორმალიზება მოახდინეთ ურთიერთობების და დიპლომატიურ ენაზე ნორმალიზებაში გულისხმობს იმას, რომ სერბეთმა უარი უნდა თქვას კოსოვოს. და ასეთ შემთხვევაში მიგიღებთ და იქ ახლა ელიტაში, სერბეთის ელიტაში საზოგადოებაში ამის შესახებ არის ნებათა რომ. აი ჩვენ შემთხვევაში როგორ იქნებოდა? არადა გამოცხადებული 2030 წელს მოხდებოდა ევროკავშირის გაფართოება და აი უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს იმ დროისთვის მიიღებენ ევროკავშირში. ეხლა უკრაინას თავი გავანებოთ და იქ რართული მდგომარეობა ანექსირებული ტერიტორიები იმას დაეშვება მიარიც, მაგრამ აი მოლდოვის შემთხვევაში შეიძლება ეს სულებითაც მოგვარებად იყოს, იმიტომ ტრანსფორმირებულია. და დიდი ალბათობით მე უფრო მეტად ეს 70-30-ზე ვარაუდობ, რომ დღესის პირი შეიძლება დათანხმდეს ერთიანი მოლდოვის მართვის სივრცეში, მოხდრას რომ ევროკავშირში აწევრიანებს. იმიტომ რომ დღესის პირი არის ინდუსტრიული რეგიონი და თავი საექსპორტო ბაზები მას აქვს ევროპაში და ეს ინტერესი არის. აი ჩვენ შემთხვევაში როგორ იქნებოდა? ჩვენ როდესაც ტრანსფორმირებულიც კი არა გვაქვს კონფლიქტები და ასეთ პირობებში, როდესაც არიკადის მეორე მხარეს არიან აფხაზები და ოსები, ხო, რუსეთის გავლენის სფეროში არიან ისინი. ჩვენ აი როგორ უნდა შევიდეთ მათ გარეშე, ამაზე დათანხმდებით და მათთან ერთად როგორ შევხვდეთ, ისინი არ თანხმდებიან. და მაშინ ისევ და ისევ უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირი კვიპროსის მოდელს. მიიღოს ერთიან საზღვრებში და როდესაც რაღაცა მოგვერდება კონფლიქტები, მე გავცელდება აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე ევროპული კანონმდებლობა და ასე შემდეგ. მაგრამ ამაზე წამოვა ევროკავშირი ასეთ ვითარებაში საერთოდ შეჩერებული გვაქვს ჩვენ საერთოდ ეს ურთიერთობები ევროკავშირთან და ერთმანეთს ასეთად გაბრაზებული ვართ ერთმანეთზე და ასანქცირებენ და მთელი ამბავი, ხო? ეხლა საუბარიც აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამიტომ ეს საკითხი თქვენ კითხვაზე პასუხი რომ ეროვნული ინტეგრაციის რა როლის თამაში შეუძლია, ეხლა გეტყვით რომ ვერანაირი. ამ წუთას არანაირი გავლენა, არანაირი ზეგავლენა, არანაირი ავტორიტეტი, ან ვთქვათ პერკეტები ევროკავშირის ამ საზოგადოებებზე არ აქვს, აფხაზურ და საფრთხის საზოგადოებაზე. იქით აი შიში აქვს, იმიტომ რომ არიციან რომ ევროკავშირი ეს მშვიდობის მომტანი აქტორია და მშვიდობის ამოკვიდრებელი, იმიტომ რომ ძალიან დიდარი საზოგადოებაზე შემდგარი კავშირი იყო. აი ორი სუბიექტი რო შეხვდეს, ერთი მაწყავი და მეორე მშიერი, რომელი მოუქმნებს კონფლიქტს მეორეს. რა თქმა უნდა მშიერი. ხო და ამიტომ ომი თუ იმაზე არ უნდა პირველში ევროკავშირს არ უნდა. ხო და შესაბამისად შესაძლოა მაგრამ ეს ახლა ამას მუშაობა ჭირდება კიდე აფხაზურ მხარესთან, მაგრამ ჯერ ჩვენ საზოგადოებაში უნდა მუშაობთ, ჩვენ უნდა შევიმზადდეთ იმისათვის, რომ აფხაზების და სამხრეთ რუსების წინაშე წავდგეთ როგორც ცივილიზებული, ტოლერანტული საზოგადოება და სასურველია ევროპაში გაწევრიანების პერსპექტივით. აი ასეთ შემთხვევაში კიდე რაღაც შანსები მოგეცემა. კი ბატონო, ურმეს მადლობა ბატონო არჩილ, აი ამ საინტერესო საუბრისთვის. ფაქტობრივად ჩვენ ისტორიასაც შევეხეთ, თეორიულ ჩარჩოზეც ვისაუბრეთ, ტრანსფორმაციაზე, სხვადასხვა მაგალითებზე, წარუმატებელზე და აი ამ გეოპოლიტიკურ პროცესებზე, რაც ჩვენ ირგვლივ ვითარდება. ურმეს მადლობა და
ძალიან მიხარია რომ ჩვენს პოდკასტში იღებდით მონაწილეობას. მე-16 ელემენტი ეს არის ახალგაზრდული, ასე ვთქვათ, გაერთიანება, რომელიც ერთადერთად სამშვიდობო პროცესებზე მუშაობს. უღრმესი მადლობა ბატონო არჩილ. მადლობა მოწვევისთვის და წარმატებებს გაგრძელებთ.